ეს არის ძალიან მძიმე დღე, როდესაც ერთი მხრივ ჩვენ ვხედავთ ორი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ძალიან დიდ წარმატებას და მე მათ ვილოცავ მთელი გულით, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ საქართველოს სრულ დასამარებას საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. მაშინ, როდესაც ორი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, რომელიც ხაზი მინდა გავუსვა, არაფრით არ უსწრებდა საქართველოს, არც რეფორმით, არც რაღაცა დემოკრატიის და დემოკრატიზაციის ტემპით, არც კორუფციასთან ბრძოლით, არც საჯარო სამსახურის რეფორმებით, არც საგარეო პოლიტიკით, არაფრით ხაზი მინდა გავუსვა. არაფრით არ უსწრებდა ეს ორი ქვეყანა ჩვენ სახელმწიფოს წინ, მაგრამ დღეს უსწრებს ყველაფრით მას წინ. და არათუ ეს ორი სახელმწიფო, სომხეთი, რომელიც საერთოდ არაფრით არ გვისწრებდა და საერთოდ სხვა სამყაროში იყო, სხვა სიფრთხეში იყო, აი რუსეთთან იყო მიბმული, მიჯაჭვული, იმ დროს რუსები უკონტროლებდნენ რუსეთის შეხებული ძალების ნაწილი აკონტროლებდა სომხეთის საზღვარს ოფიციალურად, ხო? აი ამ დღეში იყო რაღაც რამდენიმე წლის წინ. და დღეს სომხეთიც ყველაფერში გვასწრებს. ერევანმა ყველაფერში აბსოლუტურად ყველაფერში გადაუსწრო თბილისს. აი პარამეტრს ვერ მეტყვით, რომელშიც ერევანმა არ გადაუსწრო თბილისს. დემოკრატია გინდა გადაგვისწრო. საგარეო პოლიტიკა გინდა, მე რა ვთქვა, სახელმწიფო მდივანი ამერიკის იქ ჩადის, ვიცე-პრეზიდენტი იქ ჩადის, ევროპული კავშირის ლიდერების სამიტი იქ იმართება, ახალი სამუშაო ადგილები იქ იქმნება და აქ რა ხდება? გავრილოვები, პოზნერები, წერა-კითხვის უცოდინარი, უვიცი, კორუმპირებული არარაობები, კოცები, ჩაძირული ანაკლია, დაკარგული შანსი და ამასობაში თვალსა და ხელს შუა მთელი რეგიონი შეიცვალა, მთელი დინამიკა შეიცვალა. უკრაინა და მოლდოვა განცალკევდნენ ტრიოდან, ისი ტრიო ჩვენ შევქმნით აქვე ვიტყვი, საქართველოს აქტიური მეოხებით შეიქმნა თავის დროზე ასოცირებული ტრიო და ჩვენ ვიყავით წამყვანი ამ ფორმატში. დღეს ტრიო აღარ არსებობს, ტრიო არის მითი, არანაირი ტრიო აღარ არსებობს. არსებობს დუო, ორი, რომელიც წავიდა წინ საკუთარი ეროვნული ინტერესების სამსახურში, მეტი მშვიდობისკენ, მეტი კეთილდღეობისკენ და არსებობს მესამე მაჩანჩალა, სამწუხაროდ, უნდა ერქვას ამას სახელი და ეს ვართ ჩვენ. აღარც ტრიოში აღარ ვართ, აღარც ასოცირება არ ხდება, კანდიდატის სტატუსი არის უბრალოდ რაღაცა ფარღალალა ქაღალდზე დატანილი სტატუსი, რომელსაც არანაირი რეალური ძალა აღარ გააჩნია. არანაირი, იმიტომ რომ კანდიდატის სტატუსი არის ჭურჭელი, ხო, ინსტრუმენტი, უნდა გამოიყენო რაღაცისთვის. უნდა გამოიყენო ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მეტი გრანტის მისაღებად, მეტი დაფინანსების მისაღებად ქვეყნისთვის, ხო? საჯარო რეფორმისთვის, დემოკრატიული რეფორმისთვის რაღაცეებს უნდა მოახმარო, ხო? სხვა ბოლოებს. და ამათ არა გააკეთეს. ისიც კი რაც ქონდა და რაც უნდა რაღაცაში გამოგვიყენოს, ისიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, ხო? და დღეს შეიძლება დავკარგოთ გრიგოლ ესე შეიძლება დადგეს საკითხი? რომ თუნდაც ეს კანდიდატის კი, როგორ არა, ამას ევროკომისია შორის უვიზო მიმოსვლა დიახ. კი, ნებისმიერ ნახეთ, არ არსებობს ჩარჩო დოკუმენტი თუ ჩარჩო ინსტრუმენტი, რომელიც არის იმუნური და ხელშეუხებელი, ხო? როგორც მოქცეს რაღაცის გამო, ასევე შეიძლება წაგართვან რაღაცის გამო, ხო? როგორც ეს რაღაც არ არის ის, რომ ქვეყანას თავის განადგურებას თხოვენო, აი იმ დღეს ლაპარაკობდა ბატონი ეგრეთ წოდებული სპიკერი, ხო? არა, ქვეყანას თხოვენ კანონის უზენაესობის დაცვას, დემოკრატიის დაცვას. და ეს აფერისტი ქოცები რომ გამოდიან და ჩვენ რა თავი გავინადგუროთო, უვისოს გამო? ვინ თხოვს ამას? თავის განადგურებაა კანონების დაცვა? თავის განადგურებაა, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიებს არ აუქმებდე? თავის განადგურება არის, ან ქვეყნის განადგურება არის, რომ ადამიანებს სახეში არ უტყვა წაქცეულ ბავშვებს? ეგრე საქართველოს განადგურება არის, თუ ქუჩაში არ გვცემეს 20 კილოიანი, ესე იგი, იმით რა ქვია, ფეხსაცვლით, სამხედრო აღჭურვილობით თუ არ გვცემეს ქუჩაში, ეს ყოფილა განადგურება ქვეყნის. არა და ევროპა ითხოვს ამას და ამას უნდა ერქვას სახელი. და ამავე დროს მთელი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ამაზე არის ქართულ ოცნებაზე, მის მხარეს, იმიტომ რომ ის ფასდება. მე კი არ შემაფასებს ევროპა ან თქვენ, შეაფასებს ქართული ოცნების რეჟიმს. გააკეთა თუ არა სწორი რაღაცეები და შეწყვიტა თუ არა არასწორი რაღაცების კეთება, ხო? და აი ხა ხედავთ რომ ასოცირებული ტრიო მოსვეს, ორი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, რომელიც არაფრით არ გვისწრებდა წინ და არც უნდა გვისწრებდეს წინ, რომ არა ქოცები არიან ძალიან ბევრად წინ წასული, მე არ ვიცი რა დაეწევა ამ ორს მათ საგარეო პოლიტიკურ წარმატებაში უზარმაზარი სამუშაოს გაწევა მოგვიწევს, όσο შევწვით ამ რეჟიმს და მერეც კი მინდა ყველა მიცოდეს, შეიძლება ვეღარ მოვასწროთ. ეს პირდაპირ იცოდეს ყველა მეხლავე, იმიტომ რომ თუ ის ფანჯარა დაიხურა, რომელიც ეხლა არის,
მე რეჟიმს შეცვლილი შევა უკვე ის რაღაც სიკეთეები, რამაც ჩაგიარა ვერც ერთმა იდეალურმა საგარეო გუნდმა და საგარეო მინისტრებმა და ელჩებმა და პარლამენტებმა ვეღარ დააბრუნონ და მე ეს ვაშიფს კონცეფტს რომ გავრეკავთ ამაზე რა თქმა უნდა ორი აზრი არ არსებობს ვინმეს აქვს ორი აზრი რომ ეს დამთავრდება ეს რაღაცა სრული რუსული ბარდაგი რა თქმა უნდა დამთავრდება მაგრამ უნდა დამთავრდეს დროულად, მშვიდობიანად და სწორად, იმიტომ რომ რაღაცა ტიპის დინამიკები ისე სწრაფად მიდის, რაღაც კი არა ყველა, გინდა სამხრეთ კავკასიაში, გინდა უფრო ფართო რეგიონში, ხო, შავი ზღვისპირეთში და გინდა დასავლეთ ევროპაში და გინდა დანარჩენ მსოფლიოში, იმდან სწრაფად ისეთი ესკალაცია განიცადა საგარეო საერთაშორისო პოლიტიკამ, რომ ამას სჭირდება ძალიან პრაგმატული, ძალიან ფხიზელი, ძალიან განათლებული და ძალიან შრომის უნარიანი ხელისუფლება და არა რეჟიმი. გარდა იმისა, რეჟიმი არის იდიოტებით სავსე და კორუმპირებული ადამიანებით სავსე. ერთადერთი ინტერესიც რომ გააშიათ არის როგორი შოვნა მეტი ფული. მანამ 233,000 ბავშვი არის სოციალურ დაუცველად აღრიცხული მათივე, ესე იგი, მათივე სტატისტიკით, მაგრამ ნახეთ, პრობლემა არის იმაში, რომ რეალურად ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერს ერქვას სახელი ქართული ოცნების პროპაგანდა ყველაფერს აი ჰიბრიდულად უტრიალებს ყველა ქართველს თავისივე ინტერესებს საწინააღმდეგოდ და ამასობაში მე მინდა აი ყველა ქართველს უთხრა და მე ვიცი რომ ქართული ოცნების მომხრეებს გვისმენან ხოლმე და ნახულობენ ჩვენს სხვადასხვა შეფასებას აი თავად განსაჯონ სომხეთი რო წინ წავიდა მოლდოვა რო წინ წავიდა უკრაინა რო პოლიტიკურად წინ წავიდა სხვა პრობლემები აქვს ბუნებრივია ხო მაგრამ პოლიტიკურად წინ წავიდა ბუნებრივია ხო მთელი რეგიონი რო წინ წავიდა ყველგან რო დამარცხდა რუსეთი აი როგორ მოხდა აი ქოცმაც კითხავს თავის თავს როგორ მოხდა რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიციალური დოქტრინაა რომ ეგრეთ წოდებული ახლო სამეზობლო ხო ახლო ესე იგი როგორ ვთქვათ ახლო ტერიტორია ხო როგორც მათ უყვართ თქმა ხო ახლო უცხოეთი უფრო ზუსტად როგორ მოხდა რომ ახლო უცხოეთის კონტროლი არის მათი ოფიციალური დოქტრინა ეს ოფიციალურად თქვამი აქვს მათი საგარეო პოლიტიკური და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფტი არის აი ეს რაც ახლა ვახსენე და როგორ მოხდა რომ მარტო საქართველოში ხდება ამისი აღსრულება და შესრულება ქოცების ხელით როგორ მოხდა რომ ირაკლი კობახიძე ბრიფინგს რო აკეთებს 20 წუთში გამოდის ზახაროვა და ამბობს იმავეს აი როგორ მოხდა ამას მაინც ხო შევა დაუკვირდეს ქოციც კი ხო? გასაგებია ქოცებს არ უყვართ რეალობის შეხედა და ზოგჯერ რო უყურებენ მაინც ვერ ხვდებიან ვერაფერს. ესეთი ხალხია უცნაური ცოტა, მაგრამ ეგება როგორღაც მივიყვანოთ იმის გააზრებამდე ეს მცირე ნაწილი ჩვენ საზოგადოების რეალურად ძალიან მცირე ხო? ძალიან მცირე ქოცებს ვსაუბრობ. რომ დაინახონ რომ ეს რეჟიმი არის სინქრონში ზახაროვასთან, ნარიშკინთან, კრემლინთან, პუტინთან და სხვებთან და შესაბამისად არაფერი ქართული ამათ პირობებში არ გამოდა, ანაკლიაც მაგიტომ ჩაძირეს, ეს კანონებიც მაგიტომ მიიღეს, ქართველების გადინებასაც მაგიტომ უწყობენ ხელს აქედან, მშიერი ბავშვებიც მაგიტომ არის რომ არადარდებთ, იმიტომ რომ მათი ჩამოყალიბებული მიზანი არის საქართველოს ქართველების გარეშე. საქართველოს ამბიციის გარეშე. კი ბატონო და სავარაუდოდ სწორედ აი მმართველობის შედეგია, მათ შორის ის კადრები, რომელიც იხილა საზოგადოებამ გულისხმობ ნოდარ მელაძის შაბათში გასულ კადრებს, რომელიც ასახავს პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობას, წამების კვალიფიკაციას აძლევენ და არა ადამიანური მოპყრობის იმ ყველაფერს, რაც ჩანს ამ ვიდეო მასალაში, იურისტები თუ უფლება დამცველები, რა სიტყვით თქვენ, რისი შედეგია, რატომ აძლევენ სისტემაში მომუშავე სამართალდამცველები ამის უფლებას საკუთარ თავს, მით უმეტეს რომ ეს ყველაფერი შემდეგ თავად გადაიღონ რაღაც კონკრეტულ ჩატებში გააგზავნონ რა სიტყვით თქვენ რისი შედეგია ის რაც რეალურად არავის გაკვირვებია მაგრამ სანახავად ბუნებრივია მაინც მძიმე იყო რა თქმა უნდა ეს არის იმის შედეგი რომ ეს რეჟიმი არის ასეთი არანაირი ილუზია არ უნდა ქონდეს არავის იქ რაღაცა 2-მა 3-მა თუნდაც 10-მა ადამიანმა გადაცთომას ქონდა ადგილი მათი მხრიდან ხო არანაირი ილუზია არ არის ამაზე არ ქონდეს ეს რეჟიმი არის ეგეთი თლიანად ეს რეჟიმი არის ეგეთი ეს რეჟიმი არის მოყოლებული არ ვიცი როდიდან უხსოვარი დროიდან შეზრდილი კრიმინალთან თვითონ ანუ მისი მენტალობა მისი ქცევის წესები მისი აზროვნება და მისი მთელი დღის წესრიგი არის კრიმინალური
შესაბამისად, ასეთი რეჟიმის პირობებში მე გამიკვირდებოდა კიდევაც, რომ რომელიმე ინსტიტუტი არ გარყვნილიყო, ხო, ინსტიტუციურ დეგენერაციაზე მაქვს საუბარი, ხო, და არ გადაგვარებულიყო. და ახლა იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გაგვაჩნია, ისედაც ამ რეჟიმამდეც, ხო, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ქონდა, ხო, სამწუხაროდ ქართულ პოლიციას და საერთოდ ძალოვნებს, ხო? და ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად ამ ქვეყნის ისტორიაში ძალოვნების პრობლემა, ძალოვნების დილემა. რომელიც არასოდეს არ გადაჭრილა, რატომ? იმიტომ რომ არც ერთი რეჟიმი არ ყოფილა თვისებრივად განსხვავებული, არც ერთს არ გაუტარებია არასოდეს ის რეფორმები, რაც უნდა გატარებულიყო და რაზეც ჩვენ გქონდა 31 მაისს ძალიან საღი პროგრამული შეთავაზება, რა უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ იმისთვის, რომ რეჟიმის გონი შეიცვალოს, სისტემის გონი შეიცვალოს და იმისთვის, რომ გარანტიები შევქმნათ, რომ თითოეული ქართული იქნება დაცული, მაგრამ რაც შეეხება ამ კონკრეტულ ადმინისტრაციას, ამ რეჟიმს, ხო, ქოცების რეჟიმს, მათთვის ეს ხელწერ არის სრულიად ორგანული, სრულიად ბუნებრივი. ისინი ესეთი ხალხი არიან და რა პირველია დემონსტრუას ამბავი არ გვახსოვს, თვითმკვლობამდე მიიყვანა პოლიციამ, ეს ვის დროს მოხდა? ამა დროს მოხდა. მაჩალიკაშვილის ამბავი არ გვახსოვს, როცა ძალოვნება თავში ესწროლეს, ვის დროს მოხდა? ამა დროს მოხდა, რომელი ერთი ჩამოვთვალო. აი ესენი რომ ლაპარაკობენ მიშა სააკაშვილზე, ვისაც და ჩვენ გვეთქვის რაღაცა კრიტიკული, ხო, იმ წლებზე. და თვითონ ჯერ ერთი რომ მის მთავრობაში იყვნენ და ეხლა რომ ლექციებს გვიკითხავენ, ჩვენ რომ რეჟიმის სისტემა რაღაცა სისხლიანი 9 წელი რამდენი შემთხვევა იყო ამათ 13 წელში, რამდენი ადამიანი და უმეტესად ახალგაზრდა ბავშვი ამოხოცეს აი ამათმა ძალოვნებმა. ვერ გამიგე, ესენი ხალხი არ იყო? მარტო მიშას დროს იყო ხალხი, ვინც სისტემა შეეწირა და ძალოვნებს? ამათ რომ დახოცეს და ამათ რომ გაუბედურეს და ამათ რომ თავი მოაკვლევინეს, ეგენი ადამიანები არ იყო? თუ სისტემა შეიცვალა, იმიტომ რომ ბატონი ბიძინა ჩასახლდა ყველას, ესე იგი სხეულში, როგორც ერთმა პროპაგანდისტმა გითხრა, ხო, ყველა პოლიციელში, ყველა საჯარო მოხელეში ბიძინა ინსტიტუციონალიზებულიო. აი ესეთ უბედურებასთან გვაქვს საქმე, აი ავადმყოფობასთან, აი აქ, აი ქოცების სახით. და ამიტომ უნდა დავასრულოთ ეს მშვიდობიანად და აი ამიტომ სისტემა უნდა გამოვცვალოთ. სისტემა, რეჟიმი კი უნდა გამოვცვალოთ, მინისტრების სახელები და გვარები კი უნდა გამოვცვალოთ. სისტემის შინაარსი უნდა გამოვცვალოთ, რომ აღარასოდეს არც ერთ მომავალ თაობას, მათ შორისაც პოლიტიკოსებისა, აღარ უწევდეს ამავეზე საუბარი. რასაც მე მიწევს დღეს კვლავ, მას შორისაც მე კოლეგები მყავს, ჩემივე პარტიაში, ვინც 30 წლის წინაც იბრძოდა ამ თემებზე. ეს ხო ანომალიაა? ეს არის ანომალია. ჩემ თაობას ამაზე აღარ უნდა უწევდეს საუბარი. და აი ამ ყოფაში არ უნდა უწევდეს ყოფნა და მე პირადად ვერ დავუშვებ რომ გავიდეს კიდევ 15, 20 და მეტი წელი და კიდევ მაშინ რომ შემოვლე პოლიტიკაში იმათაც იგივეზე უწევდეთ საუბარი, იმიტომ ეს არის წყევლა და ამასობაში ისევ ის რაც თავიდან თქვი, გაგვასწრო ყველა მირგვლივ. ჩვენ გვაქვს დემოგრაფიული კრიზისი, შობადობა არის დაცემული არნახულ დაბალ დონეზე, გადის საქართველოდან ქართველები, ეკონომიკური სიდუხჭირე არის წარმოუდგენელი, ბავშვები არიან აი ეს მდგომარეობაში როგორიც არიან და ამასობაში ჩვენ ვხედავთ რომ შვიდობის შანსები შეიქმნა. ანაკლია უნდა ყოფილიყო მთავარი პოზიცია და არ გვაქვს. სომხეთს მიაქვს სამუშაო ადგილები და უკრაინა და მოლდოვა მიდიან ევროკავშირისკენ და ჩვენ დავჭირდა ესეთი არარაობა კორუმპირებული ქოცების ხელში.